აბა ჩემო ხალხო, როგორ ხართ? დღეს ისეთი ამბით გეწვიეთ, გული გაგიხარდებათ. ჩვენმა მატადორმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში ერთი პოსტი დადო და მთელი ინტერნეტი აალაპარაკა. მე დავბრუნდიო. აი ამ სიტყვებს რომ კითხულობ, ანში ჟრუანტელი გივლის. ხვდები რომ წინ დიდი ამბები გველოდება. სიმართლე გითხრათ, მეც რომ დავინახე ეგ პოსტი ინსტაგრამზე, პირველი რაც გავიფიქრე იყო, ოჰო, ნუ თუ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. ალბათ გეიჯზეა საუბარი. ან იქნებ ისლამ მახაჩევთან ჩხუბიც გამოუვიდეს, ვინ იცის? თავარი ისაა, რომ ილია მზადაა საქმეს დაუბრუნდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ის იურიდიული თავისტკივილი და ოჯახური გარჩევები, რაც ბოლო დროს აწუხებდა, ნელ-ნელა ლაგდება. მაგრამ მოდით ცოტა დავფიქრდეთ. ხომ იცით, ილია ისეთი კაცია, მარტო ჩხუბით არ ცხოვრობს. ბიზნესები, რეკლამები, მილიონები, რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებაში მას ფული არ უჭირს. აი თქვენ რომ იყოთ მის ადგილას, ამდენი ნერვების შლისა და სასამართლოების ფონზე, ისევ გალიაში შეხვიდოდით საცემრად? ალბათ არა, თუ შიგნიდან რაღაც არ გღრნის. ილიასთვის ჩხუბი მარტო ფული არაა, ეს მისი სისხლი და ხორცია. თუმცა ყველაზე დიდი გამარჯვება ახლა ოქტაგონზე კი არა, პირად ცხოვრებაში მოიპოვა. გაიგებდით ალბათ მის ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით რა ამბებიც ხდებოდა. სასიხაროლოა, რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდა. ხომ იცით, ჩვენთან საქართველოში ოჯახი სხვა რამეა, რაც არ უნდა მოხდეს, ბავშვის გამო მაინც უნდა შეძლო ადამიანური ენით ლაპარაკი. აბა ისაა კარგი სასამართლოებში ერთმანეთს ტალახი ესროლონ და ბავშვს ფსიქიკა დაუნგრიონ? არა ძმაო, ეგ კაცური საქციელი არაა. როგორც ჩანს, ორივე მხარე დათმობაზე წავიდა, განსაკუთრებით კი მისი ყოფილი. ახლა ილია ფანტასტიკურ ხასიათზეა. წარმოიდგინეთ, რა ლოდი მოეხსნა გულიდან. UFC-სთვის კი ეს ამბავი საერთოდ ციდან ჩამოვარდნილი მანანაა. დღეს ხომ ხედავთ რა ხდება ორგანიზაციაში. ჩემპიონები ან ტრავმირებულები არიან, ან რამადანის გამო არ ჩხუბობენ, ან კიდევ საერთოდ გაუჩინარდნენ. ტომას პინალს ჩხუბს არავინ აძლევს, ალექს პერეირა ამბობს არ მეჩქარებაო, ისლამი რამადანის მერეო. მოკლედ დეფიციტია ნამდვილი მებრძოლების. ვოლკანოვსკიც უკვე 37 წლისაა, ყოველ 3 დღეში ხომ ვერ აჩხუბებ. პიტერიანს ზურგის ოპერაცია გაუკეთეს. 10 საათი აწყობდნენ კაცს ნაწილ-ნაწილ. აი ამ დროს ილიას დაბრუნება ზუსტად ისაა, რაც მაყურებელს სჭირდება. იცით რა იყო ყველაზე მტკივნეული ამ დავაში? ილია ამბობდა, მამა-პაპურად ხომ თქვათ მაშანტაჟებენო. წარმოიდგინეთ, გეუბნებიან, თუ ყველაფერს არ მომცემ, ბავშვს წავიყვან და ვეღარ ნახავო. ეს კაცისთვის ყველაზე მწარე დარტყმაა. მეორე მხარე კი ამბობდა, ეს უბრალოდ მოლაპარაკებებიაო. აბა ბავშვის წაყვანა თუ ჩვეულებრივი მოლაპარაკებაა, მაშინ არ ვიცი. მაგრამ საბედნიეროდ ჟურნალმა მარკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმებას მიაღწიეს, თანაც სწორედ იმ პირობებით, რაც ილია თავიდანვე სთავაზობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ილია კი არ იყო ხელმოჭირილი და ძუნწი. პირიქით, ისეთი კარგი პირობები შესთავაზა, რომ ბოლოს მაინც მაგაზე დათანხმდნენ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ დედა ესპანეთში რჩება. ილიასთვის ეს კოშმარი იყო. ეშინოდა ბავშვი ამერიკას არ წაეგვანათ. წარმოიდგინეთ, კაცს მთელი ცხოვრება, ბიზნესი და ვარჯიში ესპანეთში გაქვს და შვირს ოკეანის გაღმა გიგზავნიან. ახლა კი ნახვის გრაფიკს ილიას გიჟურ რეჟიმს მოარგებენ. ხომ ლოგიკურია? კაცი მსოფლიოს გარშემო დაფრინავს, ქვეყნის სახელს იცავს და ხომ უნდა შეუწყო ხელი, რომ შვილიც ნახოს და საქმეც აკეთოს. კიდევ ერთი თემა, რაზეც გული მწყდება, სახლიდან გამოგდება. კაცი თვეში 16,000 ევროს იხდიდა ქირაში. წარმოიდგინეთ რა ფულია. იმიტომ კი არა, რომ ფუფუნება უყვარს, არამედ იმიტომ, რომ იქ საკუთარი დარბაზი ჰქონდა მოწყობილი. სპორტსმენისთვის დარბაზი ტაძრივითაა. იქ ემზადება, იქ იჭედება მისი გამარჯვებები და როცა ამის საშუალებას არ აძლევ, ფაქტიურად ლუკმაპურს ართმევ. მე არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ილიას აკრიტიკებს. ძმაო, რაც არ უნდა მოხდეს იმ კაცს, ვინც შენ შვილს არჩენს და ასეთ სიმაღლეებზეა, ხელს კი არ უნდა უშლიდე, პირიქით, ხელს უნდა უწყობდე, რომ მეტი მოიგოს. მოკლედ, პირველი რაუნდი ილიამ მოიგო. ოჯახური მშვიდობა აღდგენილია. ახლა კი დროა, რომ ოქტაგონზე დავინახოთ ის ცეცხლი, რომელიც მხოლოდ მას შეუძლია. მოდით, გულზე ხელის დადებით ვთქვათ. ბოლო დროს UFC-ს ყურებისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც აკლია. აი ადრე როგორ იყო? ჩემპიონი რომ გერქვა, წელიწადში 2-3 მაინც უნდა გასულიყავი ოქტაგონზე და შენი დიდება სისხლით და ოფლით დაგეცვა. დღეს კი რა ხდება? ყველა თავის ტახტზე ზის და ელოდება იდეალურ მომენტს. აი ზუსტად ამ დროს გამოდის ილია თოფურია და ამბობს, მე დავბრუნდი. და ეს მარტო სიტყვები არ არის, ხალხო. ეს არის იმედი იმისა, რომ ისევ ნახავთ ნამდვილ ცოცხალ ჩხუბებს და არა მარტო პრეს-კონფერენციებზე ენის ტლაკუნს. დააკვირდით სიტუაციას. დანა ვაითი ალბათ ღამეებს არ სძინავს, იმიტომ რომ ვარსკვლავების დეფიციტია.
ისლამ მახაჩევი კი დიდი მებრძოლია, სადაო არა, მაგრამ რამადანი, მერე დასვენება, მერე კიდევ რაღაც, მოკლედ წელიწადში ერთხელ თუ გვაღირსა ჩხუბი, მადლობა უნდა ვთქვათ. ჰამზა ჩიმაევი ეგ საერთოდ სად არის კაცმა არ იცის. ხან ავადაა, ხან ვიზა არ აქვს, ხან კიდევ რაღაც ხდება. ხალხს კი სანახაობას წყურია. ჩვენ გვინდა მებრძოლი, რომელიც არ გარბის, რომელიც არ ითვლის ყოველ წამს და რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა. ილიას შემთხვევა კი განსაკუთრებულია. გახსოვთ, როცა ის ნოემბერში დროებით ჩამოშორდა სპორტს, ბევრი ამბობდა გაიქცაო, შეეშინდაო, რა სისულელეა რა. კაცს სახლში ჯოჯოხეთი ჰქონდა, შვილს არაჩვენებდნენ, ვარჯიშის საშუალებას არ აძლევდნენ, და აბა როგორ უნდა გასულიყო ოქტაგონზე. ჩხუბი მარტო კუნთების თამაში ხომ არაა, ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიაა. თუ გონება არ გაქვს მშვიდად, თუ გული სახლში დაგჭა, იქ გალიაში უბრალოდ წააგებ. ილიამ კი დაამტკიცა, რომ ჭკვიანი კაცია. ჯერ პრობლემები მოაგვარა, ზურგი გაიმაგრა და ახლა უკვე სუფთა გონებით ბრუნდება. ახლა კი ყველაზე საინტერესო. ვისთან მიხილავთ ილიას? ხმები დადის, რომ UFC-მ შეიძლება რაღაც ახალი მოიფიქროს. ხომ ხედავთ ამ ბოლო დროს სულ ამ BMF-ის კამრებს რომ ათამაშებენ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ძალიან მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ნამდვილი ჩემპიონები გაიყინნენ. დანა ვაიტს სჭირდება აქტიური ჩემპიონი. ილია კი სწორედ ასეთია. მას უნდა ჩხუბი, მას უნდა დიდება და მას უნდა რომ თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწეროს ისტორიაში. თქვენი აზრით, რატომაა ილია ასეთი პოპულარული? მარტო იმიტომ, რომ მაგრად ურტყამს? არა ძმაო. იმიტომ, რომ მასში ის ქართული ჟინი ჩანს, ის თავდაჯერებულობა, რომელიც ხშირად ამ პარტნებაშიც კი გადაზდით დასავლეთში, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ეს უბრალოდ საკუთარი თავის რწმენაა. როცა ილია ამბობს, მე მას დავანაკაუტებო, ის ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ ვინმე შეურაცხყოფა მიაყენოს, არამედ იმიტომ, რომ მართლა ასე სჯერა და აი ეს ენერგია აკლია დღეს UFC-ს. გადავხედოთ მის მეტოქეებს. ვოლკანოვსკიზე უკვე ვთქვით, ლეგენდაა, მაგრამ ასაკი თავისაშვება. 37 წელი ხუმრობა არაა, მით უმეტეს ისეთ წონაში, სადაც სისწრაფე ყველაფერია. ილია კი ახალგაზრდაა, მშიერია, მას სისხლის სუნის ცემს. რაც შეეხება მაქს ჰოლოვეის ან სხვებს, ილიასთვის ისინი უბრალოდ საფეხურებია. თავარია, რომ იურიდიული საკითხები მოგვარდა. წარმოიდგინეთ, რა ძალა ექნება ახლა, როცა ეცოდინება, რომ ჩხუბის მერე სახლში დაბრუნდება, თავის შვილს ჩაეხუტება და არავინ დაუწყებს შანტაჟს. იცით რა მიკვირას? ზოგიერთი მაინც პოულობს მიზეს, რომ დააკრიტიკოს. რატომ მიხდის სახლში 16,000 ევროსო კითხულობენ. ხალხო, კაცმა თავისი შრომით იშოვა ეს ფული, არავისთვის მოუპარია. თუ მას სჭირდება სახლი, სადაც დარბაზი ექნება, სადაც მშვიდად მოემზადება, რომ მერე ჩვენ გვაცუქოს გამარჯვების სიხარული, რატომაც არა? ეგ იგივეა მხატვარს საღებავების ყიდვა დაუშალო. მოკლედ, ილია თოფურია ბრუნდება და ეს არ არის უბრალოდ ერთი სპორტსმენის დაბრუნება. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი. UFC სჭირდება ნახელი სახე, ახალი სისხლი და ახალი მეფე. და როგორც ჩანს, ეს მეფე ჩვენიანია. აბა დავფიქრდეთ, რა ხდება ახლა დანა ვაიტის კაბინეტში? დარწმუნებული ვარ, იქ ტელეფონები წითლდება. ილია თოფურიას დაბრუნება UFC-სთვის იგივეა, რაც წყურვილისგან დაშრალი კაცისთვის ერთი ყლუპი ცივი წყალი. ორგანიზაცია სჭირდება ვარსკვლავი, რომელიც არა მხოლოდ ჩხუბობს, არამედ ყიდის. ილია კი ზუსტად ეგეთია. ქარიზმატული, პირდაპირი და რაც მთავარია, სიტყვის კაცი. როცა ის ამბობს, რომ კონტრაქტი მზადაა, ეს ნიშნავს, რომ წინ რაღაც გრანდიოზული გველოდება. ბევრი კითხულობს, რატომ იყო ეს პაუზა ასეთი მნიშვნელოვანი? ძმებო, სპორტსმენის კარიერა მარტო ვარჯიში და დიეტა არ არის. ეს არის უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი. წარმოიდგინეთ, გადიხართ ჩხუბზე, სადაც ყოველი წამი გადამწყვეტია. თქვენს თავში კი ტრიალებს აზრი, ნეტავ ჩემს შვილს როდის ვნახავ, ან ისევ გამომასახლებენ სახლიდან. ასეთ დროს ფოკუსის შენარჩუნება შეუძლებელია. ილიამ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია. მან არჩია მცირე ხნით უკან დაეხია, დაელაგებინა პირადი ცხოვრება, მოეგვარებინა იურიდიული ომი და დაბრუნებულიყო როგორც სრულფასოვანი მებრძოლი. აი ეს არის სიმწიფე, რომელსაც ბევრი დასავლური კლიშე სისუსტედ ნათლავს. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ნამდვილი ვაჟკაცობაა, პრიორიტეტების სწორად დალაგება. ახლა, როცა მისი ყოფილი მეუღლე ესპანეთში რჩება და ბავშვის ნახვის უფლებაც გარანტირებულია, ილიას ხელფეხი გაეხსნა. ის აღარ არის გაქცეული მამა ან სასამართლოებით დაღლილი კაცი. ის ისევ ის მტაცებელია, რომელიც ოქტაგონზე მსხვერპლს ეძებს. და ვინ იქნება ეს მსხვერპლი? მაქს ჰოლოვეი, თუ იქნებ ისლამ მახაჩევი, რომლის დამარცხებაზეც ილია უკვე დიდი ხანია ოცნებობს. სიმართლე გითხრათ, ილიასთვის წონას მნიშვნელობა არ აქვს. მას აქვს ისეთი ტექნიკა და ძალა, რომ ნებისმიერ დივიზიონში შეუძლია ქარიშხლის დატრიალება. თუმცა არის ერთი მომენტი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს. UFC-მ დაიწყო ამ ხელოვნური კამრების, BMF-ს დარიგება, რადგან ნამდვილი ჩემპიონები ხშირად ითავსებენ ბიზნესმენობას და ჩხუბი ეზარება. ილიას კი ეს არ სჭირდება. მას ნამდვილი ოქრო უნდა. ის არ არის ისეთი კაცი, ვინც შუალედური წარმატებებით კმაყოფილდება.
მისი მიზანი აიყოს ნომერი პირველი ფიფორფი, წონის მიუხედავად საუკეთესო მებრძოლი რეიტინგში. და იცით რა, მას ამის ყველა მონაცემი აქვს. ბევრს საუბრობენ მის 16,000-იან სახლზე და დარბაზზე. მოდით პირდაპირ ვთქვათ, თუ კაცს აქვს საშუალება, რომ საკუთარ სახლში კონდეს პროფესიონალური რინგი, ტომრები და სავარჯიშო აღჭურვილობა, ეს ნიშნავს, რომ ის თავის საქმეზეა შეყვარებული. ის არ ელოდება, როდის გაიღება საზოგადოებრივი დარბაზის კარი. ის იღვიძება და უკვე სამუშაო ადგილზეა. ეს არის ის დისციპლინა, რომელმაც ის ჩემპიონად აქცია. ის რომ მას ამ გარემოს არ თმევდნენ, იყო არამხოლოდ პირადი წყენა, არამედ პირდაპირი დარტყმა მის კარიერაზე. საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ილიას დაბრუნება ასევე დიდი სტიმულია ქართველი გულშემატკივრისთვის. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ განვიცდით თითეულ მის მოძრაობას. როცა ის გალიაში შედის, იქ მთელი საქართველოს შედის მასთან ერთად. მისი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა და ის ფაქტი, რომ ის შეძლო და ამ დრფულ პერიოდში არ გათხდა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ხასიათს. წინ დიდი ამბებია, მეგობრებო. სულ მალე გავიგებთ ჩხუბის ოფიციალურ თარიღს და მეტოქეს. ანამდე კი გვიხაროდეს, რომ ჩვენი მატადორი ისევ მწყობშია. ის დაბრუნება არამხოლოდ ჩხუბისთვის, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგვამტკიცოს, შეუძლებელი არაფერია, თუ გაქვს რწმენა, ნებისყვება და მყარი ზურგი. თქვენ რას ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს მისი შემდეგი მეტოქე? ვისთან ისურვებდით ილიას ნახვას ყველაზე მეტად? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ვიმსჯელოთ. მე კი აქ დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. აბა თქვენ იცით.